უქმეები მოსაფიქრებლად. ვაშინგტონი მოსკოვში სიგნალს გზავნის, რომ მოთმინების ფიალა გადაევსო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორშაბათს სპეციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება და მიანიშნებს, რომ ის რუსეთისთვის სასიხარულო არ იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან სატელეფონო საუბარში თქვა. სწორედ ამ ინტერვიუთი გახდა ცნობილი ისიც, რომ ვაშინგტონი უკრაინის შეერაღებაზე ნატოს შეუთანხმდა და ამ პასუხისგებლობას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზეც გადაანაწილებს. მე რუსეთით იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ორშაბათს მექნება მთავარი განცხადება რუსეთის თაობაზე. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ნატოსთან, ჩვენ გავუგზავნით შეერაღებას ნატოს. ნატო გადაიხდის საამისოდ თანხას 100%-ით. ჩვენ გავუგზავნით პატრიოტებს ნატოში. ნატო კი მათ მიაწოდებს უკვე უკრაინას. ნატოდან დასტური ჯერ არ ყოფილა, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინისთვის პატრიოტების გაგზავნას დონალდ ტრამპთან ერთად ევროპული პოლიტიკის მძიმეწონიანი ლიდერებიც გეგმავენ. ამის საპირწონედ რუსეთი ახალი იდეებით გამოდის, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტს უკავშირდება, თუმცა არავინ იცის უკავშირდება თუ არა ისინი ამ კონფლიქტის დასრულებას. მარკო რუბიომ ამის შესახებ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ უკვე ისაუბრა. დეტალები კი უკვე დღეს მისმა პრეს-სპიკერმა გააჟღერა. სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვს გადასცა იმედგაცრუება სამშვიდობო პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო. ვიმედოვნებთ, რომ დინამიკა შეიცვლება დავრჩებით ყველა ძალისხმევაში, რომელიც ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოთქვა გარკვეული იდეები, რომლებსაც ის პრეზიდენტს მიაწვდის და ვნახავთ თუ რა სიტყვის ის. გადაწყვეტილებას აქ სწორედ პრეზიდენტი იღებს. ამ შეხვედრის სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. სახელმწიფო მდივანმა მხოლოდ ის თქვა, რომ მიუტანს ამ იდეებს პრეზიდენტს. მას არ უთქვამს, რომ ეს იდეები აუცილებლად გაუხსნის გზას მშვიდობის პროცესს. ეს დიპლომატიური პროცესია. შეხვედრა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტში საუბრობენ, მალაიზიაში შედგა. კუალა-ლუმპურში სერგეი ლავროვი და მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. შეხვედრა ჟურნალისტების იმედგაცრუებით დასრულდა, რადგან მის შედეგებზე ბევრი ვერც ერთი დიპლომატისგან მოისმინეს და ვერც მეორესგან. დახურული შეხვედრის დეტალებზე დუმს ლავროვიც, თუმცა არა მის პათოსზე. Я хочу ответить словами Дональда Трампа. მე მსურს დონალდ ტრამპის სიტყვებით გიპასუხოთ და გეტყვით. ელოდეთ დიდ სიურპრიზებს. არ ვიცი რა სიურპრიზზეა საუბარი, თავადაც გესმით დიპლომატიური საქმიანობის წესები. არის საკითხები, რომლის კომენტირებაც არ ხდება. დიახ, მარკო რუბიოსთან შეხვედრისას განვიხილეთ უკრაინა და დავადასტურეთ ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა აქამდე გამოთქვა. მათ შორის 3 ივლისს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას. ამასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს გადავეცი ის ციტატები, რომელსაც ზელენსკი, შმიჰალი, ერმაკი, პოდოლეკი გამოთქვამდნენ და პირდაპირ საუბრობდნენ რუსების განადგურებაზე. მიუხედავად ამერიკის მცდელობებისა, უკრაინაში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ ვლადიმერ პუტინისგან ომის დასრულების სიგნალებს არავინ უნდა ელოდოს. იტალიაში პარტნიორებთან შეხვედრაზე ჩასულმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საკუთარი ხედვები მედიასთან გამოთქვა. იქ კი მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დახმარებით უკრაინა შეერაღების პრობლემას აგვარებს. Нашої розвідки у розвідок партнерів є вся інформація про те, що Росія надалі буде затягувати цю війну. ჩვენი დაზვერვა და პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ ომს. პუტინი გააგრძელებს მას. ის უარს ამბობს შესაძლებლობაზე მივაღწიოთ ნამდვილ ცეცხლის შეწყვეტას. მას არ სურს რეალური მშვიდობა. ის ომზეა დამოკიდებული და აგრძელებს კვლას. ამაზე უარს მხოლოდ რეალური ძალით თუ ათქმევინებთ. ჩვენ მივაღწიეთ 200 სხვადასხვა შეთანხმებას. 10 მილიარდი ევროს ოდენობით. არის ევროკავშირის პაკეტი, პროგრამა ფინეთიდან, ნიდერლანდებიდან, არსებობს მზაობა გერმანიის მხრიდან, რომ დაგვეხმაროს პატრიოტების სისტემებით. ბერლინი მზადაა გადაიხადოს. შევთანხმდით 2 ასეთ სისტემაზე. ასეა ნორვეგიის შემთხვევაშიც. ამაზე ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ამ სისტემებზე პრეზიდენტ ტრამპთანაც კონსტრუქციული საუბრები გვაქვს. ასე გამოიყურება დღეს პატრიოტების დაფინანსების საქმე. დიპლომატიური მცდელობების პარალელურად უკრაინაში რუსეთის ომმა სულ უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. ბოლო დღეებია დრონების სამიზნე უკვე დედაქალაქი კიევიცაა. ბოლო კვირაში განხორციელებული დარტყმებისას კი რუსეთიდან გაშვებული დრონების რაოდენობა 700-ს გასცდა, რაც ამ ომში უპრეცედენტო რიცხვია.